მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ გვექნება ძალიან ლამაზი ტოფის მიმოხილვა. ეს გახლავთ რიცინი Grand Regal Deluxe. დავათვალიეროთ კეისი. ნახეთ რა ლამაზი კეისია, როგორი ფაქტურა აქვს. მოპირკეთებულია ნატურალური ტყავით. გააჩნია 3 საკეტი. კეისი არის ძალიან კომპაქტური. ძალიან კოხტა. ესეთი მსხვილი. გავხსნათ. ესია ტოფიში მოთავსებული. კონდახი დევს ცალკე. გააჩნია ესეთი ტიპარი. და ტიხრის მეორე მხარეს მოთავსებულია ლულა. ასევე არის ესეთი ბოქსი ჩოკების. აქვს ძალიან კარგად დამუშავებული საცვლელი ჩოკები, საკმაოდ გრძელი 7 სანტიმეტრიანი სიგრძის საბუთები. ეხლა კი ამოვიღოთ და ავაწყოთ ტოფი და დავათვალიეროთ. აი მეგობრებო, აი ესეთი ლამაზი გრავირება ახლავს ამ ტოფს, საკმაოდ ღრმა, სკროლით არის შესრულებული. ნახევრად ხელით არის შესრულებული ეს გრავირება. ხედავთ ბოსის ტიპის ტიპჟირს, რომელიც გადადის ლულებზე. ვნახოთ კაკალი. ამის კაკალი ცალკე საოცრებაა. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კაკალია, რომელიც მინახავს აქ. ტოფი გახლავთ 20 კალიბრში. გააჩნია სოლიდური თამასა. ხილაკიანი ტიპჟირი. ესეთი ლამაზი ელემენტი, ორნამენტი შუაში. ეს ტოფი გახლავთ ყველაზე ძვირად ღირებული ტოფი რიცინის სერიულ ტოფებში. აი ესეთი დაბლოება აქვს კონდახს. ზედახედი. აი ეს ბოსის ტიპჟირი როგორ განმოდის ლულებზე. თამას არის 6 მმ-ის სიგანის. გვაქვს კლასიკური მეტალის სამიზნე. მოდით ვნახოთ ამ ტოფის წონა. ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ამდენი რკინა აქვს. და სავარაუდოდ არ იქნება მსუბუქი ტოფი. წონა გახლავთ 3 კილო 175 გრამი, რაც ნამდვილად არ არის მსუბუქი წონა 20 კალიბრიანი ტოფისთვის, თუმცა სილამაზე მოითხოვს მსხვერპლს. და ამდენი რკინა უკვალოდ უბრალოდ არ ჩაივლიდა. ეხლა კი დავშალოთ ტოფი და ვნახოთ თუ როგორ არის გაკეთებული კი შიგნიდან. ნახეთ თუ როგორი დამუშავებულია. პრიალებს სარკესავით. მეტალი. რაც შეეხება ტიპჟირს, ნახეთ როგორი კონსტრუქცია შიგნით. მყარი,
ჩარჩუა მეტალის მთლიანად. ასევე ეს დამატებითი თამასა, რომელსაც ერყნობა ტიბჟირი, რაც შეეხება ჩამკეტებს. ესე იგი არის თანამედროვე ჩამკეტები, საფები, შარნირები აქვს ესეთი პატარა სიმაღლის კაუჭები, რათა არ იყოს ძალიან მაღალი ტופი და რაც შეეხება გასაგებს, იკეთება ეს ყველაფერი პერდეს ჩარჩოთი. აი ნიშები, სადაც ჩადის ეგ ფეხები. ლულები გახლავთ მაგნუმის, ანუ 76 მმ-იანი სავაზნი აქვს ამ ლულებს. ასევე გათვლილია, რა თქმა უნდა, ფოლადის საფანზე, წარწერა steel shot. მოკლედ, აი ესეთი ლამაზი თოფი ვნახეთ დღეს. აბი ნადირობა იქნება ერთი სიამოვნება. წყლის სეზონზე, კაი მზიან ამინჩი. მოხარული ვარ თუ იყო საინტერესო ეს ყველაფერი. ამით კი მე გემშვიდობებით გისურვებთ წარმატებას და ჯანმრთელობას. ნახვამდის.